იცი ამ ინტერესებს? ძალიან ბევრი პროფესია ქონდა, ჩამოვთვალეთ ყველაფერი საერთოდ და სანამ ამ ყველაფერზე კასტინგზე და მეგობრულ ურთიერთობაზე კითხავ შენ თვითონ ყველაზე მეტად ცოტაშვილის რომელი სამსახური გაღიზიანება? ტროლობა იყო ყველაზე რაღაცნაირი რა. და ცოტა დაჩმორდა მაგ ამპლუაში. არა, მე მეწოდებოდა იქ რომ მუშაობდა. აი ამისთვის ცოტაშვილი მეწოდებოდა. თვითონ ისტორიების პონჩიც აი ცოტა აი იქ უფრო რაღაც ექშენები იყო და საინტერესო რაღაცები ყველგან სხვაგან და აი მანდ ხო რა რაღაც ყველაზე ნაკლებად მაგით ვერთობოდი. იცნობ ტრობოტებს საერთოდ რა თამაში. ანუ ალბათ თქვენც იცნობთ რა ეგრეა ვიღაც ჩვენ გვერდით ხალხი არის. ვიღაცას გულის ხوار შემოუთავაზებიათ. შენთვის ხوار შემოუთავაზებიათ ტროლბოტობა. იმიტომ რომ როგორც ვიცი ბევრ ცნობილ ადამიანებს თავაზობენ. მაგის მერე სხვათა შორის ეგ ანუ აი ეგ სცენები რო გადიოდა რა. ანუ ამათ რომ შევეხეთ უკვე იმათ რომ გამოცხადებულო მათ მიიღეს ეგ გაიგე და იმათაც შემოგვიტიეს და წავიდა მერე რაღაც ისტორიები რომ ვიღაც პაპაჩემი არის სადღაც რაღაც მოიპარა და გადაიპარა სადღაც სხვა ქვეყანაში და რაღაც ეგეთი ამბები აი კაცზე რომელიც ვერ დადის ხო იცი რაღაცა ეგეთი აი რაღაც გადაობები რა მომღერლობა მოგწონდა არაფერს არ ვერჩევდი პანჩურს რო არ ტყავდა რა იყო გრიშა კაკაჩიესის იყო პანჩური? არა, პანჩური ხა შემოვა ცოტა ხაში ისე. ჩემი პირადი პანჩური. ხო ძვირი დაუჯდებათ ეგ რეკლამა. აი ყველანაირად ძვირი დაუჯდება. ფინანსურად, მორალურად, მთელი საქართველო ნახავს როგორ უყავენ ტრაქში პანჩურს. დაიკუზოს რა? ცოტნე დაიკუზე, ცოტნე. კამერა, წავიდა. 1 2 3 4 5 შენს როლზე შენამდე ილო ბეროშვილი რო იყო სინჯებზე მისული ეგ თუ იცოდი? რაღაც ილოს ქონდა რა ეგეთი ნათქვამი და მე შემხვდა რილი რომ თქვენთან ყვებოდა მაგამ. ჩვენ არ ვიცოდით. ხო, მაგრამ შენ უფრო გიხდება ცოტნეს როლი. სხვათა შორის. არის ის ილოსი არ გვინახავს. არა, ილოს ის უხდება, რასაც თამაშობს. მე ვიტყვი ბახუტაზე როგორც მსახიობზე რა, შეიძლება თქვენის ნებართვით ეს სერია რომ მოდის ყველაზე ისეთია რა, ტკბილეულივით ხო იცი სერია მოვიდა და ყველა ვკითხულობ და მოვიდა სერია იწერია ესეთი პოლიტიკოსი, ნუ რაღაცა ისეთი დამოკიდებული პოლიტიკოსი რაღაცნაირი კაცით რა ვიცი და კითხულობ და მე გავიდე ხა და ამ ახალი გმირის გაცნობას ველოდებთ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ხოდა გადაახტი ხა და ჯერ კასტინგი გავიგოთ და მე გავიგოთ ეგ ყველაფერი როგორ შემოვიდა ეგ პერსონაჟი. ჯერ არ გავიგოთ როგორ მოხდა ჩვენთან. ხო, კასტინგის ამბები მოყევით. კასტინგი არ მქონია პრინციპში რა. ჩატყობილი. უბრალოდ კასტინგი მქონდა, ოღონდ ხო რაღაც ეგეც გავდა, მაგრამ უკვე ანუ ამ როლზე უკვე ეგეც გავდა, იმიტომ რომ იქამდე ხო გახსოვთ ფილმი ის რა ქვია, ჩეცდ კინოში. ხო. მე მონტაჟე ხარ. ხო, იქ მომიყვანა, ეკამ როგორც ყველა მოგვიყვანა, ამ მე მონტაჟის როლზე რა. ხო და იქ რაღაც კარგად ავაწყեց პონჩი და მე ნუ აქ სერიალი მიდიოდა პარალელურად და აქ მიდიოდა მაგ პერსონაჟის ცებნა. ხო, რა მე ეგრევე, ანუ რავი, ხო, ეგრევე მოვედი და რაღაც მახსოვს რომ გიომ ეგრევე შემაგდა. აი რა ეტაპზე ვიყავ, ვიცი, რომ რაღაც 21 თუ 22 წლის ვარ, იმ წამს დავამთავრე და ხო იცი რომ აი რომ რაღაც რომ ზრიალებ რომ ყველგან სადმე რაღაცა ისიც ვიცი და ყველაფერი შეგიძლია. შენი გმირი არის ძალიან ექსცენტრიული, ხო ეგრეა. აი, ფეთქებადია. ესენი ტყუილა წყვია თუ? არა, მაგით დაგასაჩუქ. მე გადატან. კარგად რომ მოიქცევი, გადატან სახში. ესე იგი, მოდი, ამას ეს რიტუალი აქვს, ანუ ყველაფერს ხო რაღაცა სჭირდება რა და ჩამოვიჯდე შეიძლება? მაიტა. ხო და ესე იგი, ფრანუი მე ჭრილი არა, გოგო, რას ლაპარაკობ? გოგო. ეს არის ნამდვილი გოგოშკური, იმიტომ რომ ეს არის ეს არის რძიან შოკოლადი იმდენი ჯამ რომ ხა ტკბილს ცოტა ხანი თავში შევიკავებ. გაყინული ჟოლოარი ამოვლებული რძიან შოკოლადში შერასაჭამ. თუმცა აქ არის ვარდისფერი, ბუნებრივად ვარდისფერი შავი შოკოლადი და ჯანსაღი გემრიელი და შვენიერი. შენ ყარებია, გაგატან თავცირებ. ძალიან მაინტერესებს. აი ეს სიგიჟეები რო ქონდა. თავიდანვე იყო დაგეგმილი თუ მე ნელ-ნელა შემოვიდა შენ პერსონაჟში ეს რაღაცეები. ეგ ხო საერთოდ თქვენ ზუსტად იცით ეგ რაზე ვლაპარაკობ რა. აი ძალიან საინტერესო შეუთანხმებელი ურთიერთობა არის სცენარისტთან რა. აი რაღაც შენ რაღაც იქ გააძრობ, უცებ რაღაცას, თუ წაიღებ და მე რაღაც მაგას გავხრე, თუ არა რაღაცა იცული და
ესე რომ საერთოდ არ ანუ შენ მაინც აძლევდი მიმართულებას შენი გმირის ხასიათს. იყო მომენტები, რომ რაღაცას მევაძლევდი, რაღაცა ეწერა, აი რაღაც ეგრე ვერ იტყვი რა. ეგ ექსცენტრიულობის ამბავი ხო ალბათ სადღაც რომ რაღაც სცენა ეგრე აეწყო და მე გაუსწორდა ქეთისაც ხალხსაც. რაღაცა უცბად აფეთქებდით, მე დამშვიდება და ესეთია სახასიათოა და ძალიან საყურებელია. მე მიყვარს სოლიროებდება. არ შეჭამრა მე. რომ განწყობაზე რომ მაგარია. კი, შეჭამ. რა გჭირს? არაფერი. რა იყო პირველად გაქვს პრესკონფერენცია რა შემეჩი ბურთის ყველე იყო შემეჩი იწოდე არაფერ შეჭამ კი ხნე 12 საათი